გვექნება დეტალურად საუბარი ამ ანგარიშზე 1 სექტემბერი მსოფლიოში აღინიშნება როგორც მშვიდობის საერთაშორისო დღე. დავამტყიეთ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ეხება COVID დაზარალებული გუნდთან მდგომარეობას. ეს არის სპეციალური ანგარიში, რომელიც ეხება აფხაზეთის გამყოფ ხაზზე არსებულ მდგომარეობას, იმ გამოწვევებს, რომელიც იქ მოსახლეობას აწუხებს. საუბარი არის სწორედ იმ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელიც ჩვენ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოამზადებთ. თუმცა დიდი ნაწილი რეკომენდაციების ეხება უსაფრთხოების ზონების გაძლიერებას, რადგან ბოლო პერიოდში, ისევე როგორც წინა წლებში, კვლავ აქტუალური იყო. მოეწყო 23 ამბულატორია და დაემატა ასევე სამედიცინო პერსონალი, მე აქ ორივე გამყოფ ხაზზე მაქვს საუბარი. დამცველს მოვასწრეთ იმ მდგომარეობის შესახებ, ამ მდგომარეობაში თუცებთ არა მხოლოდ დევნილებს, არამედ კონფლიქტის ზონის არეალში მცხოვრებ ადამიანებს. ეს არის მიწის რეგისტრაციის საკითხი, განათლების საკითხი, ჯანდაცვის საკითხი და ასე შემდეგ, რომელიც სპეციალურ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს როგორც სახალხო დამცველის მხრიდან, ასევე ზოგადად მთავრობის მხრიდან. შესვლას კვლავ მძიმე იყო სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა ამ რეგიონებში, განსაკუთრებით ჩვენ